ვარ ველოდები შენ ზავს დროგი მიხრის და მიხრის მე უშენობა შენ უძრავს და უსაშველო ფიქრი ზეს ჩაეშველა უკვე სადაც იხშვება ნისულში ორამდე რამს უძვლებ შენი ხმის მოლოდინში თემურის და ვაჟას ეცინდება ალბათ რა ეს პირველი და მეორე უკვე ახალშობილად ერთი რამე ხო სათაურიანი დამადელებული ზარი საფხურის პაპანაკებაში აი სადაც გურიაში როარ და ველოდები შენ
ერთი რამ მოვიგონო ბატონ გოგისთან დაკავშირებით და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ ეხება აფხაზეთს. მე მოგესალმებათ, რომ ბატონო გოგი სავსე დიდი შემოქმედებითი სამუშაო გასწია დავით რონდელის ფილმის უგუზიარა ქვია აფხაზურად, ესეა როგორ დასაჭერება მისი გაწესებისათვის და საქართველოს აფხაზურ ამას სასწაულს წელს ჩამოიტანა აფხაზეთში. მე მასენდება ეს პერიოდი, ეს იყო უდიდესი დღესასწაული, რომელიც შეუქმნა ეთნიკურ აფხაზურ საზოგადოებას საქართველოს მას, აი მისი შემოქმედებითი ნიჭიერებით და შემოქმედებითი ძალისხმევით. ეს იყო ადრე მოგვიანებით ასეთი რამე გავიხსენო და ესეც აუცილებლად უნდა გოგისა და მის საქმიანობას და მოღვაწეობას. 80-იანი წლების ბოლოსთვის, როდესაც ეროვნული მოძრაობის უაზმოსილმა პირებმა დაიწყეს აფხაზეთთან დიალოგი, ჩვენ ბატონმა დერაპოსმა რომ ასეთი მიღება შეგვაგონა და დაგვარიგა. შეხედი აფხაზ მოყვასი სიყვარულით და მოყვასი სულისკვით და აუცილებლად გამოიხადოს შენია. აი მასენდება 1986 წელს განხორციელებული მისი ეს დიდი სადღესასწაულო აქცია სწორედ ეს გახდა. ეს იყო მოყვასის გაბედური სისხლით თვალით ახმური ჩვენი აფხაზი. მე რამდენიც ვიცი ბატონო გოგი ისინი დღესაც გერიან აფხაზეთში და მე ვიცი რომ არ დასარდებით მას და ალბათ ამ ახლობაში იარდებით მას. მე კონკრეტული მისი მოვედი ბატონო გოგი მაგრამ ისაგებია მომიჯერებდა გოგი და სიტყვა ეს სიტყვა და ჩვენ შეგვიძლია როგორც შეიძლება კონკრეტულ მისიას ეს არის დიდ მოვემართოს ატყობე ეს არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი პრეზიდენტის დადგენილება გიორგი გოგიდოლიძის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკითხის საქართველოს სახელმწიფო დაბადების შესახებ. აფხაზეთის ავტონომიური განვითარებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდა ხელოვანი კადრების პროფესიულ განათლებაში შეტანილი პირადის მიგისათვის მაღალი პროფესიონალიზმის აქტიური პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ბატონი გიორგი გოგიდოლიძე დაჯილდოვდა საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკითხის საქართველოს იერის საერთაშორისო უმაღლესი საკითხის საკუთრებული ბატონი ელგოჯა პასავა ჩვენ ჩაფიქრებული ვართ იმას ვინცოთ ჩვენთან მოგესალმებით შეხვედრა დინადა ჩვენ ვალდებულად სულით საკუთარ ერთად კიდევ მოგეთებოთ და ალბათ რამდენიმე დღეში ამასაც განახორციელებთ. კიდევ ერთხელ ჩვენი სახელით გულდებისათვის პოლიტიკის მოგიოცოთ. მოგილოცოთ დაბადების დღე რამდენი წლის ხართ კაცმარიც სანამ ამას დავაკვირდით მე მინდა რომ საჩუქრად განმოგცეთ ეროვნული არქივიდან რომელიც იცის სამინისტროს გამგებლობაში მოქმედია და ჩვენი თანამშრომლები ახლა სადღაც გამნეული რომელზეც ძალიან მოვაყოთ ჩარჩოში ჩასული დავით აღმაშენებლის ანბეჭდს. საკმაოდ მემორეწონა ყოველ შემთხვევაში ლამაზი ალბომი, რომელიც ჩვენს ქართულ ტრადიციულ ტანისამოს ეშება და თქვენ როგორც ჩუქსაც
ბევრი მიწვავე და ვერ გავიგეთ თქვენ როგორ ახერხებთ იყოთ ასეთი ახალგაზრდა ჩვენზე მეტი ენერგიით აღჭურვილი მაშინ, როდესაც მე თქვენ მახსოვხართ ბავშვი რომ ვიყავი ტელევიზიით. ამიტომ ბევრი მიწვავე ვერაფერი დავადგინე, ერთადერთი დავადგინე ის, რომ თქვენ საერთოდ არ გაქვთ პირადობის ამიტომაც მე დღეს გამოვეცი ბრძანება ნომერი 613 მაისის და ასეთი რაღაცა მოვიფიქრე. მე რაც მინისტრი გავხდის სულ 136,195 მოქალაქესთან დაკავშირებით მაქვს მსგავსი ბრძანება გამოცემული. ეს ნიშნავს იმას, რომ 186,195 მოქალაქე უფასოდ აიღო პირადობის მოწმობ და თქვენსავით ამქონდათ. თქვენ ხართ 186,196, ისაც გათავისუფლებთ გადასახადისგან, გთხოვთ მობრძანდით აიღეთ პირადობის მოწმობა და გაგვაგებინეთ რამდენიმე სულ ასეთი ახალგაზრდული შემართებით. მაგალითის მოვცემთ თითოეული ჩვენთაგანისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ბიჭებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ცოდნობა. ტრადიცია, ღირსება, რომელიც ქართულ მამაკაცთან უნდა სდებდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომ ჩოხის ტარება მხოლოდ სამოსის ტარებას არ ნიშნავს და მასთან დაკავშირებულია ბევრი სხვა ისეთი რამ, რაც ჩვენი ეროვნული ფასეულობები და ღირებულებებია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ჩვენ თქვენი შემოვლე გავიზარდეთ, როდესაც გისმენთ და გიყვებით ტელევიზია. გიმოცნოთ. აღიარებით ჩვენებას თუ აქ რაიმე აზრი სამართლებრივად. მაშინ უნდა ვაღიარო მეგობრებო, რაღაც იუსტიციის მინისტრის შარდია, მამა ჩემი 30-იან წლებში ქუთაისის პროკურორი იყო და მე ვიყავი მეოთხე შვილი, მესამე, მეოთხე პირველ ბიჭი გავხდი, პირველ დაიბადა თუნეთში და ისე შეხედა მამაშენ ახლა მეორეზე აშობი გავხდი. მესამეზე საერთოდ წავიდა და ბოლოს გამოვშდი მე და დაბრუნდა და დარჩები ამოდიოდა და დარჩები შემზე ზედა მთვარე და უდოდა რომ აზრე დარჩენილიყავი და ეს ხუთი წელი პროკურორი მამაში. ახლა დავქორწინდი და ჩემმა ცოლმა შეარყო რაღაცა ვერ არის საქმე. 59 წელია მე პარალელსაც ვიტყვი თუ რატომ ავირჩიეთ ჩვენ მარჯვენიშვილის თეატრი რატომ მოვიკავით ამიტომ რომ 59 წელს 27 წლის ბიჭმა მე ვითამაშე ბესიკი ამ სცენაზე დოდო ჭიჭინაძესთან ერთად. სერდის ბაღი, ასეთი ვატანტაბეაშიმა დადგა, სერდის ბაღი იყო და დოდო ანა დედოფალი და მე შემოვარდი იქიდან სერდის ბაღს შენაღონები ქვილი და დოდო შენაღონები მოგრე პადო სურდა ვარდის ხონები და შემოვარდი და ვერსია დოდო ჭიჭინაძე და მომეხვია და ჩამოეღო და აი ჩამოეღო გავდიდი ახლა და ერთი წლის დაწყებული ხალხი აგერმავს თენაზე. პარტერში. აი ესე დღეში ვიყავი და საერთოდ უნდა მოვახსენოთ, რომ მე მოვეცვე გივი რომ არის დელიკაშვილის ვერ მოვიდა დღეს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი საქმეა ჩემს წინაშე, მაგრამ უნდა ვაღიარო ბოლია ციფურია სახეზე. 53-ში მოვეცვეთ ერთად და პირველ დღეს შემოდის ხორავა. დაეძვინა. აბა, დაიწყო პროგრამა. და დავიწყოთ ყველა ჩვენი პროგრამა და მე ვკითხულობდი ნაზიმ ჰიქმეტს. მე ვხვირი ვხრიალე ბიჭქალეთ საბრძოლო ხმის გამოდნობა. და ხორავა მითხრა, მადლობა, კარგი ხმა გაგწო და ნუ დააწოდით ხმას. ეს იბერიკაშვილმა და პოლიციკურია გამოიტანეს. გარეთ როგვილი ხარ ხორავა უთრო მისუკვილი ხარ, მე შენ. ვინ ხარ?
აი ესეთი ამხანაგები ყავდა. მე ადრე მივხვდი რომ მე უნიჭო ვიყავი და დავნები თავი და ბორია ილი ბერიკაშვილმა სინაკვერეჩლა და გააგრძელეს ისინი ვერ მიხვდნენ ამას.
სპორტული ის არის რეიტინგი მაგრამ ეგრეთ წოდებული ოჯახის ალასი ხოლმე და ღრუბელი რომელიც ღრუბელი ქვეშ გავაკეთეთ ზევიდან ეს ალასი გავაკეთეთ და იქ დაიწყო ბავშვებმა ჭიდაობა ყავს ორი მსოფლიოს ჩემპიონი ხიშის ჭიდაობაში კიდევ ყავს საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში და ეს ბატონი გიორგის დამსახურება წარმოწევს. იქ პატარა სოფელში, სადაც 60-იანი ოჯახია. გვაქვს უამრავი პირველი ადგილი თავისუფალ ჭიდაობაში. 100-ზე მეტი პირველი ადგილია. სხვადასხვა საერთაშორისო და 200-ზე მეტი მეორე და მესამე საფრთხო ადგილები. ეს ბატონი გიორგის დამსახურება იყო გამოძრება იმისა, რომ
მან პირველად დახმარება გამიწია და მე გამიზნეს იქით აკეთა რაღაცნაირად შეძლეთ. სამწუხაროდ დღესაც არ გვაქვს სკოლაში დარბაზი და ბავშვები სადღაც იქით აკეთ ოჯახებში ვარჯიშობენ და ალბათ საშუალება რომ ქონოდა უფრო მეც მიაღწევდნენ დარწმუნებული ვარ. მარტო ეს არ იყო მისი მოწოდება. ქართულ სკოლაში გაგვიხსნა ბუფეტი, რომელშიც შაქარს და ჩაის გზავნიდა ეტაპობრივად და ტკბილეობს, რომ შეცინული ბავშვები, გაყინული ბავშვები მოსულებდნენ და თან ხელები გაეწყოთ ჩაის ფინჯანებზე და თან თბილი ჩაი დაერიათ. არ ვიცი ეს რამდენადაც გამოიცალა ჩვენთვის და ეს ყველაფერი იყო დიდი სიყვარული, დიდი მოფერებით, დიდი რუდუნებით გაკეთებული. ყოველი ნინოობა 27 იანვარი ჯავახეთში მოგეხსენება, რომ ცივი კლიმატური პირობების გამო ბევრჯერ იკეტება გზა და გახსნილი გზაში რომ შემოვიდა ბატონი გიორგი ხამისი თანხლები მეგობრები გასვლის დრო აღარ ჰქონდა და ჩაიკეტა გზა და დარჩა საბედნიერო ჩვენ სოფელში. ჩამოვიყვანა ეტაპობრივად ექიმთა ბრიგადა წარმომადგენელი ბატონი ლეზოსხუბავა კაცდა ძალიან მიხარიანის დაკავა. ძალიან მოჰქონდათ მედიკამენტები ეტაპობრივად, წიგნები, ჩასაცმელები, რაც კი შეიძლებოდა ყოველ ნინოობას 27 იანვარსაც და 1 ივნისსაც ყველა ნინოს სოფელში ჰქონდა საჩუქარი იცოდა და დღესაც არის საჩუქრები ბატონი გიორგისგან ყოველთვის ჩამოდის, ყოველთვის გვახსენებს და მიხარია რომ მისი თანადგომით, მისი რუელში დგომით და ყველაფერს დღემდე მოვაქცია და იმედია რომ მას კიდევ მეგობართა დამოუკიდებლობაში გაშენებული ქვეყანას რომელსაც შეამჩნევთ ამბობს საქართველო. ამ ავალისფერთან თოლაში ჩვენი მიწა, ჩვენი ენა, ამობიარები ჩვენი საზღვრება. ეს შემოწირავება გააკეთეს და დაგიტოვეს ეს ქვეყანა და ჩვენ დავიცვათ და გავაგრძელოთ ეს მათი დიდი საქმე. ეკიდა ამასთან დაკავშირებით ვთქვათ, რომ ჩვენ არა მარტო ლომობდი, არა მარტო სახელმწიფოები გავრები და ჩვენ ხალხი მეუღლები, რომელიც იყვნენ იაპონიაში, ინდოეთში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ევროპაში არ არის ქვეყანა, რომ არ იყოს სადაც არ ეუბნება ქართულობას და სადაც თავისი გვარი არ დაეპოვებინა. მაგრამ ჩვენს ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი სერია, მაგრამ ამ პრობლემამ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ 3000 წლის განმავლობაში ჩვენი დიდი წინაპრები ყოველთვის ეძებდნენ მეგობარს, ეძებდნენ მეგობარს ჩრდილოეთში, ეძებდნენ სამხრეთში, ეძებდნენ აღმოსავლეთში და დასავლეთში. განსაკუთრებით ჩვენ ეძებდით მეგობრებს იქ, რომელიც პატივსცემდა ქართველს, რომელიც პატივსცემდა ქართულ ენას. და ამიტომ ეს ახალი ამოცანა, რომელიც გასცემს წინაშე, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიბრძოდით იარაღით ხელში, მაგრამ მთელი უფრო მომზადებული იყო. ერი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაერბა ჩვენი ერთობა, რომ მოეშალა ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ხალხთა და ასე შემდეგ. აი მაგალითს მოგებათ მხოლოდ აფხაზეთიდან, სადაც ჩვენ, რომელსაც ჩვენ წარმოვადგინეთ. აფხაზეთი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მაგალითი იყო საქართველოში, ეს გახდა ჩვენი მოწინააღმდეგე. რატომ? იმიტომ რომ ის იმპერი, რომელიც შემოვიდა აფხაზეთში და საქართველოში, სულიად საქართველოში, უპირველეს ყოვლისა მოსკოვის ქვეყანა, რომელიც მაკავშირებდა ჩვენ და აფხაზეთს. ეს შემდგომ ისიც მოსკოვის ქვეყანა, ქალაქ მოსკოვი და დარჩა ის ახალგაზრდა, მას მიერ მომზადებული ადამიანები, რომელიც ეს განახორციელებს. და ამასთან დაკავშირებით იმიტომ ვამბობ, რომ განსაკუთრებით ბატონო გოგინის და აღნიშნულ ჩვენი ბაზი, ჩვენი სტრასი გზადებით, რომელიც დიდი თვლილი აკუპე ელაპარაკეს დიდი თვლილი შეტანენ ჯავახეთის კულტურულ განვითარებაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის მე ვფიქრობ, არის ის, რომ ჩვენ ნახეთ კაცი, რომელიც 60 წლის განმავლობაში ქართულ სკოლაში, ახალ ქალაქში ასწავლიდა ქართულ ენას,
ქართულ ენას ასწავლიდა კაცი, რომელიც წარმოშობით არ იყო ქართველი. ის რომელიც იყო სომეხი. მაგრამ ის ამასთან ერთად წერდა ქართულ ენაზე ლექსებს და არაჩვეულებრივ ლექსებს უძღვიდა საქართველოს, რომელიც ეპოს აგიდებდა და ვიდა რომ ბერალინა მისი არის ქართული სოფლთან ერთად. ამიტომ არ შეიძლება ასე კაცი ფაქტი აღიაროს და ასე მთავარია ოჯახში თავისი სამი ქალიშვილი ყავდა ამ კაცს და სამივე დამთავრებდა ქართული უმაღლესი სასწავლებელი და სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა. ესაც ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მუშაობდნენ, აღზევდნენ თავისი დიდი მამის ბატონ გოგი სახელის იყო, ელეგანტია მომავდა. უდიდესი საქმე გააკეთა ქართული კინოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში და აღადგინა ძალიან ბევრი ფილმი. ბატონ გოგი იყო დეკანი კინოსკოლის და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კინოსკოლის განვითარებაში. ბატონ გოგი გახლავთ კინომცოდნე, ეს რაც შეეხება კინოსფეროს. და ამ ჩამონათვალს თუ მივუმატებთ ყველაფერს დანარჩენს, რაც თქვენ მოიცინეთ, ნახეთ, შოხოსნეთ და მის მოვაწეობას, მის ლექსებს, მის კიდევ უამრავ სხვა ნიშნებს ვისაუბრებთ. ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ, ბატონ გოგი, თქვენ რენესანსული ეპოქის დიდ მოღვაწეებს მაგონეთ, ხოლოდ მათ ეციფებოდათ ამდენ სხვადასხვა სფეროში ყოფილიყვნენ ასეთი წარმატებები. ეხლა მე პატიმი საქართველოს კინემატოგრაფის და შემოქმედებითი კავშირის სახელით
გადმოგცემს თქვენ სპეციალური დიპლომი ქართულ კინემატოგრაფში შეტანილი დიდი ჯვრისათვის. ბატონო გიორგი, საქართველოს კინემატოგრაფის და შემოქმედებითი კავშირი გილოს საქართველოს იუბილეს თქვენი წვლილი ქართული კინოს მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ქართული კინოს როლის განვითარებაში, ქართულ კინომცოდნეობაში უაღრესად დიდი და მნიშვნელოვანია. ისურვებთ მხარეობას და ღირსებას. კვლავ ასეთივე შემართებით გაგრძელებინოთ მოვაწეობა. მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს მეგობრებო და ალბათ თქვენს გაგიჩნდათ ეს შეკითხვა. როდესაც ბატონი გოგი კითხულობდა ესეთ არაჩვეულებრივ ლექსს, თავისთავად როგორც პოეზიას და მე როგორც ნახეთ ნიშანს იმისა, რომ ბატონი გოგი, რომელიც ვითომდა 80 წლის არის, როგორ ლაპარაკობს მანდილოსანზე, მუზაზე, რომელსაც მას უნდა დაუბრუნოს და მე გამიშთა ესეთი შეკითხვა და მე მგონი თქვენ ყველას გაინტერესებს. რომელი 22 აპრილის ეს წელს 22 აპრილი? ო. ეს ძველი ლექსი ხო არა? ახალი ლექსია მეგობრებო და ახლახანს 22 აპრილს როცა ავაგეთო ჩვენო ამიშის თქვენი წები ესე მართლა არ ყოფილა ბატონი გოგი 80 წლის. მივულოცოთ მას ის ნებისმიერი თარიღის და წარსულს და ინგლისიანობით გადმოვცემთ ამ ძალიან საპატიო მემკვიდრო ღვთით. და აგრეთვე მაია გადმოგცემთ სიგევს სიყვარულს უკან დაგიმოძეთ დათაშეთები. მეთმარ გაცხოვროთ შვიდობიან და ბედნიერ არცმობილ ქვეყანაში. საჩუქრად გადაცემა 24 ოლიმპიურ ჩემპიონზე გამოცემულ პატარა წიგნებს, ისტორიებს, რომელიც ჩვენმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოსცა. შენი ცოდნევა, შენი თამარი, მოვალ დავითად საბარი. დიდი ხანია რომ გენატრება მოვალ იმ პირველ კაცად. შენი გუთხოვნის და შენი აკუნის, შენი ქართული ოდის, შენი თბილისის მადლი რომ იცის, სწორედ ის ბიჭი მოდის. ყურძილის კალოზე შევდგები და ჩოხასავით კარძახები. მოყვარეს, მოყვარად შეხვდები, ტერს, ვაი დედას ვაძახები, არაგიცნენ ვაზ ოპრა, ეშხს არ მოიგდებს თავები, არ მოგაყდება სამშობლო, მიწის, არც ერთი მწყაველი. ვერ მიგრებს გაგიმაისე, ზურმოხტოვანი ტატმობით, აგავსე, ისე და ისე. Zmobi da toleratorit, Gimorale, minus tarifes, Skimis Mosauhrada, Chengan, Vera Fesai.
27 წლის და ტაღან ახსენა მან. და ერთი წინვალე სადაც თქვა. გოგი ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდ პატივს ვცემო. არ ვიცი ვინ იყო ის ქალბატონი. Bueno, ხოსმაძელმა როგორ გაი 70 შემდეგ ასე ხო? და დრო ეს არის სწორედ ის დრო, რომელიც ერთი მიმართულებით ვიდის წარსულიდან მომავლისაკენ და სწორედ აი ეს მიგვაქანი ჩვენი მარადისობისაკენ დედათა გამოიყენებთ ჩვენ სწორედ იმ მარადისობის რიგში დასადგომად და იუბილეი ერთი განებობა ალბათურებო როცა ჩვენ გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების გავლენის გზას და შევაფასოთ ის ობიექტურად მისი ნაკლის და მისი ღირსებას და შემდეგ კი გეზი ისევ მომავლისაკენ და ბატონი ასეთია უფლისმიერი სიყვარულით სული სხონებით და მარადისობისაკენ გავამართოთ იმ ჯიშს რომელსაც მოგიატარებთ და ეხლა ბატონი Европе чемпионы. Church, you